4-ში ქართველი ხალხის გამარჯვების დღე ახლოვდებოდა. იძინა ივანიშვილის მთავარი მოკავშირე დღეს დარჩა მხოლოდ შიში და უიმედობა. ერთადერთ რამეზე დგას ივანიშვილი. მისი გუნდი არის აბსოლუტურად ჩამოშლილი. ერთი რამე გვაქვს გადასატეხი. უიმედობა, ნიჰილიზმი, მაინც არაფერი არ გამოვა. ყველა ხელით ჩამოშებული უნდა იყოს. აი ხო რომ მაყურებელი მიყურებს და უყურებს ტელევიზორს. ჩემზე კი არ არის. 4 ოქტომბერი ჩემი კი არ არის. პაატა ბურჭულაძის კი არის. ეს არის საქართველოს გამარჯვების დღე და ეს შეგვიძლია ერთად დავაყენოთ. როგორ უნდა დავაყენოთ? ამ ერთვეში ჩვენ ყველა ერთმანეთს, მეზობელმა, მეგობარს, ახლობელს, ნათესავს, ყველას უნდა უხდათ. ეს არის გამარჯვების დღე. ვერავინ 100,000-ობით ქართველის ერთად გება ვერავინ. აი ახლა ვინც მიყურებს, კრეზია დამოკიდებული. მე მარტო მე კი არ უნდა მიყურებ, ვიცი რა ხაბიშვილი რას იზამდა აი პაატა ბურჭულაძე იზამდა სხვები იზამენ. არა, მე ვარ რიგითი თქვენიანი რომ შემიძლია თუ არ რისკზე წავიდეთ. წავალ, წავსულვარ და უკან არაფერზე არ ვიყავ. ჩვენ უნდა მოხვიდეთ. ყველანი პულტები გადააგდეთ, ტელევიზორები კიდე გეუბნებით 3 ოქტომბრიდან ტელევიზორები შეგიძლიათ და უბრალოდ დალეწოთ. გულწრფელად გეუბნებით, რატო? იმიტომ რომ ქვეყანაა დასაცავი. ბევრი დადებს ფარს. ბევრი თანამდებობის პირი გადმოვა ჩვენს ხარისზე. ამაში ვარ დარწმუნებული. 4 ოქტომბერს დედას გეფიცები, შვილებს გეფიცები, ჩემს შვილებს ერთად ვიგები. პაატა ბურჭულაძეს თქვა წინაზე რომ შვილიშვილებს ერთად ვიგები. ვიდგებით, გავიმარჯვებ და დედას უტირებ დაღეს.